მოცაი ნაშარიძე 9 წლის. ვსწავლობ ბათუმის მეხუთე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა კითხვა, ცეკვა და ხატვა. კითხვა შემიყვარდა 6 წლის ასაკში. შემიყვარა ჩემი საყვარელობა ბაღის მასწავლებელობა. ჩემი საყვარელი წიგნია შრის ნუკვის ნამბო. ღაბრებს გვასწავლიდა ლექსებს და მოთხრობებს გვიყვებოდა. ძალიან განვიც დიდი მაშინ რომ არ ვიცოდი კითხვა. მე უკვე წაკითხული მაქვს 30 წიგნი. კითხვა იმისთვისაა საჭირო რომ გავისტებით ყველა საგანში და გჭირდება ცოტა. სხვათა შორის მე და ჩემი მეგობარი ვიგონებთ მოთხრობებს და ბლოკნოტში ვწერთ. ყველაზე უფრო მომწონს ანანას თავგადასავალი. ეს მოთხრობა არის გოგონაზე, რომელსაც უჭირს წერა-კითხვა. 20-მდე მოთხრობა დავწერთ, ყველაზე მეტად მომწონს ანანას თავგადასავალი. რომ შემეძლოს წიგნს დავწერდი ერთი ლამაზი გოგოს თავგადასავალზე. ეს ლამაზი გოგო რა თქმა უნდა ვიქნებოდი მე. მე ასევე მიყვარს ხატვა და ხატვის სწავლაში დამეხმარა ჩემი კლასელი ნიკა ფუტკარაძე. ყველაზე ხშირად ვხატავ ბუნებას. ხატვის დროს ყველაზე მთავარია კულტურების სწორად დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის ყვითელი და არ მიყვარს მწვანე, რადგან არის ბიჭების ფერი და გოგოებს არ გუხდება მწვანე ფერი. დახატებს ვერ ვაგროვებ, რადგან ბევრს ჯუგნი ჭებს მეგობრებს. ახლა სახლში დარჩენილი მაქვს 2 კარგი ნახატი. ფულს არ ვითხოვ, მაგრამ ზოგჯერ დიდი ჭებს ნახატებს. თითო ნახატი საშუალო დღეს 5 ლარი. მე ძირითადად ფული როცა მაქვს, ყიდულობს ტიჩის ათამაშოებს. უკვე მაქვს ძალიან კარგი კოლექცია. ბევრი ფული რომ მქონდეს დავეხმარებოდი გასაჭირში მყოფ ადამიანებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი უსახლკარო მოხუცებს. პირადად ჩემთვის ვიყიდი პრინცესას სასახლეს და ყვითელ პორშეს. მიყვარს ჩემი სკოლა იმიტომ რომ ძალიან ვერთობი. ჩემს სკოლაში ყველაზე მხიარული არის ნანა ცეცხლაძე. ყველაზე ჭკვიანია თიკა შარაძე. ყველაზე მშვიდია ნატალი ვანაძე. ყველაზე ცელქია ნიკა ფუტკარაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი პრაჭია და ნიჭიერი. ზოგჯერ პრაჭები დედიკოსთან ერთად და ეს პროცესი ძალიან მოწონს. გაპრაჭვის შემდეგ ყველაზე მეტად სიამოვნებს თაკო მამიდასთან სტუმრობა. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია რუსლან მეფარიშვილი, იმიტომ რომ ის არის ძალიან კეთილი და თბილი. ისე კარგად მექცევა, რომ ზოგჯერ მგონია ყველაზე მეტად მე ვუყვარვა. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ბაღის მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მხატვარი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 5 თვეა ცეკვა ვარსამ დადარში. ჩემი ქორეოგრაფია დარინა მასწავლებელი. ძალიან დახვეწილია და კარგად ცეკვავს. ნიჭიერია და მე რა მგონია, მასზე უკეთესად ვიცეკვავ. ჩემი საყვარელი ცეკვა არის რაჭული. საყვარელი ილეთია ეს. ჩემი პირველი კონცერტი მინდა მქონდეს თბილისის ფილარმონიაში. ამ კონცერტზე მეცვევა მოკლე შავი კაბა, შავი ქამრით. შეიძლება კაბას ჰქონდეს ქართული ორნამენტები. ჩემი გეგმაა რომ კიდევ ვიცეკვო 10 წელი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდევ მინდა მყავდეს 2 და. ჩემი ძმა არის 7 წლის და ჰქვია გიორგი. ის არის ჭკვიანი, ცერქვი და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის, როცა ჩემს ნივთებს ხელს კიდებს. ჩემი აზრით გიორგი გაიზრდება გამოვა ცეკვის მასწავლებელი. მამიკო არის ზრუნველი, უშიშარი და სიმპათიური. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე ვიტყობ მგონია რომ ზრუნავს მასზე კარგ სიტყვებს ეუბნება და საჩუქრებს ჩუქნის. წელს მაგალითად დაჩუქა ტელეფონი. დედიკო არის ლამაზი, ზრუნველი, თბილი და ჩემსავით პრაჭია. კიდევ არის ძალიან კარგი დიასახლის. სხვათა შორის მე უკვე მასწავლა საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავით 9 წლის. ეს საჭმელი იყო შევწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე კარგად გამოდის პიცის გამოცხობა. რაც მთავარია ვადღებ უგვემრიელეს ყავას გემოვნებით. დადასტური ჯოხი რო მქონდეს, გავხდებოდი ყველაზე კარგი მხატვარი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ნუცა რომ არ მექვას, რა მერქვეოდა. მე ნუცა დამარქვა დედამ და ჩემი სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნუცა რომ არ მექვას, ალბათ მერქმეოდა კნობა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურობა რო შეეძლო, სანდი მოგზაურობდა და როდის. მაგალითად, მე მოგზაურებდი 22 საუკუნის დუბაიში. ჩემი ოცნების საჩუქარია დიდი სათამაშო სამზარეულო. მეცნიერება არის ნამდვილი სტიჩის სკოლა და ჩემი ოჯახი. მე ვარ მეცნიერი ადამიანი.